ხარება კლინიკაში გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ავერსში კვლევებისთვის იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით ქართული ოცნების სადამსჯელო რაზმების ხელმძღვანელს და ქვეყნის მთავარ დამრბევს მხარი აქვს დაზიანებული. კვლევების ჩატარების შემდეგ მედიკოსები გარკვეულ დაზიანებებზე საუბრობენ, თუმცა არავინ განმარტავს რა ვითარებაში დაიზიანა მხარი ხარებამ. ირაკლი ბახტაძეს აქვს უფრო მეტი ინფორმაცია გედედეს უფროსის ტრავმების შესახებ. ისახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ირაკლი, რა ვიცით ჩვენ რა ვითარებაში დაიზიანა მხარი ზვიად ხარაზიშვილმა? ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია თუ რა ვითარებაში დაიზიანა მხარი, თუმცა როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ზვიად ხარაზიშვილი დაცვის თანამშრომლების თანხლებით რამდენიმე საათის განმავლობაში კლინიკა ავერში იმყოფებოდა. უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში ვიდეო მასალა, ხარება და მისი რაზმის თანამშრომლები შეიარაღებული პირები თუ როგორ გადაადგილდებიან კლინიკაში. ერთ-ერთი პირი, რომელიც ხარებას დაყვება, ეს არის იოსებ მარგველაშვილი, რომელიც არის ხარებას სპეცრაზმელების ერთ-ერთი დანაყოფის ზღვანელი, სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა ხარება კლინიკა ავერში და ხარებას გამოჩენას კლინიკაში განსაკუთრებული მობილიზება მოყვა, როგორც წყარო გვიყვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებოდნენ ხარებას ვიზიტის პარალელურად კლინიკაში. რა გახდა კლინიკაში ვიზიტის მიზეზი, რასაკვირველია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავიხსენებთ დროინდელ მოვლენებს, არ არის გამორიცხული, რომ ეს ვიზიტი უკავშირდებოდეს დაპირისპირებას გიორგი შინჯიკაშვილთან, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი რეპორტაჟი მოგვიმზადებია იმის შესახებ, რომ ხარება და გიორგი შინჯიკაშვილი ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. მეტიც ხარება გიორგი შინჯიკაშვილს სპეცრაზმელების დახმარებით ეძებდა სოფელ მარტყოფში, თუმცა შინჯიკასაც ყავს თავისი რაზმის წევრები, ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუმცა ხარება ამბობდა, რომ ეს არ შერჩებოდა შინჯიკაშვილს და გააგრძელებდა ის შურისძიებას. შესაძლოა ეს დაზიანებები, რომლებიც ზვიად ხარაზიშვილმა მიიღო, უკავშირდებოდეს ამ ეგრეთ წოდებულ ქუჩის გარჩევას, თუმცა რასაკვირველია ჩვენ უფრო მეტი დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვაქვს. ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით კლინიკიდან არის ის, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა კლინიკაში, აქვს მიყენებული დაზიანებები, ამას გვიდასტურებს მისი ექიმიც, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ და ის ამბობს, რომ ის სავარაუდოდ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება სახლში, რადგან ის დაზიანებები, რომელიც მას აქვს მიყენებული, არის მძიმე და შესაბამისად ვერ შეძლებს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ჩატარებას. ახლა რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა გაეცეს თავად კითხვებს პასუხი, რეალურად მონაწილეობდა თუ არა ხარება რაიმე სახის ეგრეთ წოდებულ ქუჩურ გარჩევაში და მიიღო თუ არა ეს დაზიანებები სწორედ ამ დროს. ქალბატონ სოფო, ბატონ ზვიადთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, თქვენთან შემოიყვანეს კლინიკაში და მაინტერესებს რა დაზიანებები ჰქონდა მას? ძიმე დაზიანებები ჰქონდა თუ აი რას გეუბნება, თქვენთან რა ჩივილებით შემოვიდა, ჩაწერილი პაციენტი იყო თუ შემოიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარება? შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება იმ ამბებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მაყურებელს რამდენიმე საათია უყვებით და რასაკვირველია ვცდილობთ დავაზუსტოთ თუ რა გახდა ხარებას ვიზიტის მიზეზი კლინიკაში, ეს იყო ნამდვილად დაგეგმილი თუ ეს იყო რაიმე სახის დაპირისპირების შემდეგ მისვლა კლინიკაში. აღსანიშნავია ისიც, რომ შეიარაღებულ პირებთან ერთად დადიოდა ხარება კლინიკა ავერში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება იმას, რომ ეტაპობრივად ხარება სტუმრობს კლინიკას, რადგან მას დაუზიანდა ხელი და სწორედ ესეთი ვიზიტი იყო დღესაც. თუმცა რასაკვირველია, ბევრი კითხვები არსებობს და არ უნდა დავერყროთ რასაკვირველია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან კონფიდენციალური წყარო ჩვენ გვიყვება, რომ ხარებას დაზიანებები ნამდვილად აქვს მიყენებული და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ის შეიარაღებულ პირებთან ერთად იმყოფებოდა კლინიკა ავერსში.